აქეთ ინტერვიუები იწერება. ეს არის უსწრაფესი ბლოგი. წამოვყევი თვითონ, არ ჩამოვჭე. ეს არის ისტორია, რომელიც საქართველოს ფეხბურთის ნაკრებმა დაწერა. თავისი სერტიფიკატით ხო არ გადაო. ნახე, უბრალოდ რა. მოქალაქე, კიდე მოქალაქე. გამარჯობა, მეორე ეპიზოდის ჩაწერა არის და ბევრი ახალი სტუმარი ყავს, იმედია ყველაფერი კარგად იქნება, კარგი თამაში გამოვა. თქვენ კი აუცილებლად დაალაიქეთ როგორც ეს ვლოგი, ასევე მაფიის პირველი და მეორე ეპიზოდი. ბევრი კონტენტი იდება მაფიასთან დაკავშირებული და უყურეთ ყველაფერს. აქეთ არის ინტერვიუები, იქით სატესტო მიმდინარეობს, წესების ახსნა და წავედით ვნახოთ სტუმრები. ჩაფლავებული ვლოგების სერიებიდან დიახ, ნოდომ უკუღმა დააყენა ან თვითონ ამ სხვამ დაუყენა მიკროფონი და ისევ ხმაზე გვექნებოდა პრობლემა, როგორც უკვე 70-ე ვლოგში ხდება, ასე რომ მოგესალმებათ სლენდერა, წამოდი. აქ იწყება მზადება უკვე მაფიისთვის, ხალხი ცოტა გვერდზე არის გასული, მაგათაც მივახსწრებთ, მივალთ მაგათთან, მაგრამ როგორც ყოველთვის გამზადებული ულამაზესი სივრცე, დიახ. შეგიძლიათ მოხვიდეთ მირიან მეფის 31-ში. ყოველდღე თამაშები, ჩაეწერეთ, მოგწერეთ გვერდზე, პრობლემა არ არის. აქეთ ინტერვიუები იწერება. აიცადე, შეიძლება მაგინონ, მაგრამ ინტერვიუები მიდის და ბოლოთაა მოსული რაღაცა ჭირური ზმანით. ოკეი, კაია. იმენა ონიჩანი გაეძრო ის ბოლოთა. ბარი. ეს არის უსწრაფესი ბლოგი. წამოვყევი თვითონ, არ ჩამოვჭე. აქ სავარაუდოდ მიდის ახსნები ხო მაფიის წესების. ასწავლიან მაფიას. მე შავად გადავამოწმე და გადახეთე. ბაგდეთ ყველა რა. ჩუმად ოღონდ ხელი არ შეუშალა. შავად ყავს გადამოწმებული, გაიხსენ. ხამე არ მოხდა და კიდე მეტი. სულ გეყობა დათვალიერება წავედით. მოდი. ეს არის სლენდერას გამოშვება, უსწრაფესი რეპორტაჟები, გამოვყევით არ ჩამოვჭეთ, ბილიარდები, როგორც იცით უკვე, PlayStation-ები ნახეთ უკვე, ხო? საჭეების ნახეთ, ხო ალბათ? ეგ არის სწრაფი ვლოგი, მომწონს, კარგი ხარ. აქ აქსესუარები გვაქვს ბილიარდების კიდე. წეგან ხმას არ იწერდი, ხო? წეგან. ხო. ანუ კიდე ხმას არ იწერდა ხალხო. წეგან იდეაში გადაღებულია ეს სეგმენტი, მაგრამ ახლიდან ვიღებთ. თამაშობენ UFC-ს. UFC-ს თამაშობთ თოფორი არა, პირიქით. ეს ერთზე ვარ. ვინ მოიგო წეგან? ეგან ოზი. წეგან ოზი მოიგო. ეხლა მოიგებ? მოდი. მე შეგეწამუნოთ, მე მყავს ახალი მანქანა. რა მანქანა ყავს ჯო? ვიყიდე ის. რა იყიდე? ის წესა. როდის? რა იყიდე? ვიყიდე, შეიძლება რამდენ ხანი დავოდებოდი, გაიყიდებოდა. დაურეკე და ვიყიდე. წამო. რატომ ეს ზმანი ბატონო ბოლოთ? ძალიან, ჩიპს დავარდა. ჩიპსი და ჯოხი დავარდა. ჩიპს ჩავს ჯოხი. და სხვათა შორის ხალხო, ეს არის ნამდვილი საკე, რომელიც იყიდა 30 ლარად, ხო? კი. 30 ლარად და ეს კიდე ნაღდი ტრადიციული ჩინური ზმანი, როგორც ვიცი და 100 ლარად იქირავა მხოლოდ იმისთვის, რომ მაფიაში მოსულიყო ამით. რატომ ეს ზმანი თქო? ძალიან მინდა რომ დღეს ექიმი ვიყო. ბაზარი არა. ოკეი. წარმატებები ძო. ახალი ინტერვიუების ოთახი. შეხედე, ნახე მაგარი, ნახე. მინიატურული ბილიარდი ჩემთვის, ექსკლუზიურად ჩემთვის, ხალხო, მე მარტო ამაზე შემიძლია თამაში მე. სტუდია, რაღაცა, სეთი შეაფასეთ. ჩვენი დაკუნთული ოპერატორი შეაფასეთ. ნომერი აღწერაშია. რომელი ის გისვია თუ კაცრავად? აქვია მაგას დიორი ხო? დიორის ის უსვია რა ქვია, ტონალური კი რა ქვია მაგას? ჰაილაიტერი. დიახ. კონტურე დიორი, ტუჩე კიკო, წარმომავლობა თბილისი, ასაკი 24-ის ხვდები მაგ. და კიდე სხვა ნიუსი და მაფიის ლოგით. აი, მოვიდა. როგორ ახარ გამარჯობა. დაგიჭირე. ესე იგი, TMG ბატონი, TMG როგორ ბრძანდებით? გამარჯობა, კარგი ჩე როგორ ხარ? დღეს როგორ თამაშს აპირებ? დღეს ვაპირებ კარგ თამაშს. ძალიან კარგი. მისი ძმა? მოგესალმებით, ოგოა ხართ? ყველა კარგად ავარ ძმაო. შენ რა თამაშობ? მე არა. როდის უნდა ითამაშო? ჯერ არ ვიცი. ძი, სწავლობ ჯერ? არა. ეს მაფიის თამაში. ჩვენ გასწავლის თუ მოხვალთ მირიან მეფის 31-ში პრობლემა არ არის. აქ მაქვს 5 ლარიანი, რომელიც ვიყიდე 2300 ლარად. ეს არის იმ მორიგი სერიები, რომელიც რატო ხარჯავს ამდე ფულს ეს და სულ მე რატო ვარ ეგეთ ვიდეოებში. სლენდერ, ეს არის ისტორია და ჩვენ ამ ისტორიას შევეხებით ხელი. ეს არის ისტორია, რომელიც საქართველოს ფეხბურთის ნაკრებმა დაწერა და შემდეგ ეროვნულმა ბანკმა
5 ლარიანის მონეტად აქცია. ოქროს 5 ლარიანად. ამ მონეტას ვყიდი 100,000 ლარად, ვისაც უნდა. ლიმიტირებული არის და უკვე ვეღარსად ვეღარ იყიდით. თუ ვინმე არ გადაყიდა და მე 100,000 ლარს ფეხს არ მოუცვლი რა. არ გაიყიდება? არ მაინტერესებს. მოდი ოფენინგი გავაკეთოთ. მარტივად რა. აზე არა ვარ, აზე ლაპარაკობ, მაგრამ ნახავ მაგერებს. აბა როგორი იქნება რა, როგორი ნამუშევარი იქნება და რა ხარისხი იქნება. მე ჯერ ასეთი ძვირი 5 ლარიანი არასდროს მინახავს. ანუ კუპიურა არის, ხურდა არის თუ რა, ქაღალდის უნდა იყოს და ოქროსია. ჯერ ესეთი უნდა გავხსნა და ნახოთ. ფორმა ჩვეულებრივ 5 ლარიანის ექნება? სხვათა შორის ფულ მაფიაში ვართ, მირიან მეფის 31-ში, სადაც შეგიძლიათ რომ მოგბრძანდეთ და ითამაშოთ მაფია. იქ სადაც იუთუბერები თამაშობთ ხოლმე და ჩაყავი ხელი. წესიათ მე ლაპარაკობ. ოპა, მოიცა. რაღაცა შედევს თაში კიდე? რომ ძიმია მაიცა. არ გახსნა არა. რატო? ეპიკურად არ გახსნა? შეუყავი აბა. ძალიან სხვაგან მიდის ეს ვიდეო ხალხო. ბაბა. რა ხავერდო, თითი გადავ. ხავერდოვანია ყავი. რა წერია აბა? საქართველოს ეროვნული ბანკი. ამას ხოიცი 14 დღეში მოგიტანთო ბიჭო. და მეთქი რა იყო ტაობაოდან გამოიწერეთ. მაგრამ 3 დღეში მომიტანე. ეგრე არა ბიჭო, ეგრე არა, ჯერ კამერას ანახე, მიატრიალე, არ იცი რა, უყურეთ. რა კაი თავისი სერტიფიკატი თუ არ გადაო. მოიცა, ანუ ძალიან მაგარია. ამას ცუდი მეგონა, რო იქნებოდა. Oh my god. 5 ლარი, ვიცით? მაგაზე 5 ლარი. შემადგენლობა აუ 900, ანუ რა 900 პრობი არის? 900 არის. სინჯი 990 უნდა იყოს, არ 900. რაღაც სხვა არის. წონა 8 გრამი, დიამეტრი 25 ტრუფი რა არის? აზე რა რაღაცა ოქროთ მწოდნეებო კომენტარებში დაგვიწერეთ რა. გამოშვების წელი 2024. წინაწლის ძველია ძმა. ძველია ძმა წინაწლისა. მოჭრის რაოდენობა 1500. მე რამდენია შენ? დიზაინერი საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია. და ეხა ყველაფერი ანახე ხალხს. კითხულობენ, კარგად წაიკითხეს? ამაგები შეიძლება? ხელით შეეხე? ხელით შეეხე. აუ! ქლიანად ოქროსი კი არ არის, ანუ ოქროსი დევს აი ამაში. ქლიანად ოქროსია. ხო, ანუ რაღაცაში დევს. აბა, ჩემი ოქროს მონეტა ჩემთან. კაი, ხო. ბეჭდები ბრძანებაში რა. ხო, my precious. My precious. ეს არ შეიძლება რომ გახსნა რა. არ გახსნა. თორე ეგრევე დაუვარდება 100,000 და 50,000. მე ვარ საქართველო, აქედან რა წერია 5 ლარი. 5 ლარს ცოტა დიდს დავაწერდი რა. 8.5 გრამი ესე იგი. რამდენი იქნება ანუ იდეაში ბაზარზე რო იყიდო. 100,000 ლარი მეთქი. ეგ შენთვის, მაგრამ 8.5 გრამი ოქროს პონჩი რამხელაა ესე. 2000, ნუ 2100 ლარამდე იქნება რა. რა. ეს 2300 დამიჯდა. მე დამიჯდა 8 გრამიანი ბეჭედი, კალიცო 950 სინჯი, ეგრე სადღაც 2100 ლარი. გაძვირდა ცხოვრება. აუ, მოკლედ. თავარი არის ეს მუღამი, რომ სამუდამოდ შეინახება ჩემს ფლობელობაში, რა ვიცი, ლენდერამ თუ არ გამიწია. ანას 1000-ს მომწვარი. შემინახე. რა უნდა შეგინახო? გობით აღჭურვილი პირი ხარ. მაფიის ასე რომ აი პრობლემა არ არის. დაელოდეთ მაფიას და იყავით ჩვენთან ერთად. კარტი მინდა. ფლენდერასა და GTG-ის unboxing-ის სერიებიდან. გეტყვით რომ ქარჩოპჯიზე შეგიძლიათ შეიძინოთ და ასევე მირიან მეფის 31-ში იქნება კარტები განთავსებული და შეგიძლიათ მოხვიდეთ და ითამაშოთ და მერე უკვე შეიძინოთ. ნახე უბრალოდ რა. როგორი ისაა, რა ქვია, მატოვი. მაფიის წესების წერია, დიახ. აი, ნახე რა მაგარია. უკანაწერია. წესებიც დააპდეიტა. აბა, მოქალაქე, კიდე მოქალაქე. მოიცა, ბიჭო, მოქალაქე. არა, ეს აბა როგორ? მე ყველას თუ აპირებ სათითაოდ რო გადაუყვები ვიდეო. მე მივიდივარ ამ ვიდეოდან. ესე იგი, მოქალაქეების კარტები არის წარმოდგენილი როგორც მამაკაცის, ის ქალის მოდელები. არა სექსიზმს. მაფია. ჯენი მაფია, რაც ვიკიდია ეს სურათი არის ზუსტად არაფერი დაწერო. ეს სურათი არის ზუსტად სივრცეში გაკრული, არავის არ გავს. ეს ნამდვილად მაფიოზი არის. ჯეიმს ბონდის მაფიოზი არის. ჯეიმს ბონდს გავს. მართლა ბონდს გავს. ულაშები ბონდი. ეს არის მაგარი იაკუძა რა. ეს მართლა მაგრად ეს ფოტო მაგრად მოეწონა მეც. ეს არის ექიმი. AI-ს ვახატინებდით და ჩერნობილში ექიმები გოგოებს ძუძუები, პატარა ძუძუებით ვერ ხატავდა, სულ დიდი ძუძუები ამ გოგოებს ხატავდა და იცის AI საშინელება იყო, ძალიან გაგვიჭირდა. ეს არის დონის კარტი, ახალი დონის კარტი, რომელიც ძალიან მაგარად მომწონს. რა კაი ტიპია ეს, მაინც მანახე. ოქროსფერ აქცენტებში ნახე რა მაგარი. დეტექტივი. და სენსუსა. ანუ თქვენ თუ შეიძენთ კარტს, ყველაფერი ერთად მოდის რა. ანუ იუთუბერების კარტიც ერთად არის და ეს AI-ის დაგენერირებული კარტებიც ერთად არის რა. სენსუსის რამდენია, რომელიც დააპდეიტებული არის. შემდეგი WhatsApp
მაგრამ უხდება. თემურ გვარაძე, რა თქმა უნდა. უყდავი და უბერებელი, საბა საპანაძე, საბა ახალი დამატებულია? რატი ბარმენი უნდა დაგვეწერებინა? ლაშა, ლაშას მადლობა, კარტები. ფორია, ჯერ კიდევ გამხდარი რო იყო. ფორია, პაუზა გაკეთებული. ხო, პატარა პაუზა, მაგრამ დაბრუნდება და. დაბრუნდება, იმედია. ოზი მსუქანი. ოზის ქუდი რატო აფარია, ბიჭო, რანაირი ფოტო არის. ეხლა გახდა ოზი სხვათა შორის. მოქალაქე. მახარა, აუ, მახარა იაკუძა. აკბილები გაკეთებული? აი, იკრიჭები. ხო, გაკეთებული აკბილები. ლუკას კარტი დაემატა, მეგობრებო, ლუკას კარტი დაემატა, ხო არ მეღადავე. ფათო. ფათო რა მოქალაქეა ხო, რა თქმა უნდა. ხო, მოქალაქე მოხდა. ექიმი უნდა ყოფილიყო ჩემი. შეიძლება და. არ ყოფილა არასდროს, მაგრამ კაკო. ფათო შორის დაწერეთ ვის იხილე. აი ეს რა მოქალაქე. ელოშას კარტით ელოშას დაემატა. ცალკე კარტი უნდა იყოს. ისე ელოშა როლი უნდა იყოს. წითელ ქუდა უნდა იყოს, ბიჭო. წითელ ქუდა. დანელია. ძალიან ბევრი იუთუბერები დაემატა. მე ვარ. ბაჩოს რუმი. და ნეტა ვინ არის ხალხო მანიაკის მანიაკი დარჩა, თამაშიდან ამოვიღეთ მანიაკი, მაგრამ სოსო დავტოვეთ და სოსო იქნება მანიაკი. ვისაც მოგინდებათ რომ მანიაკის თამაში ითამაშოთ, აუცილებლად სოსოს კარტი დადეთ. პატო ისეთი ექიმი არის, რომ ეს მარტო მოკლავს, ანუ ეს ვერ მოგარჩეს. ეს ექიმი დავდილეთ ისე გამოიყურება და მოგკლას, მაგრამ თამაში ვინ უფრო კაი ექიმი იყო, მე თუ ეს? მაგას არ ვწყვეტ. მე რა თქმა უნდა. არა. სამი კაცი გადავარჩინე, ბიჭო. ლაივში სამი კაცი. მე რა რომ ეს არის მაფიოზი. არა უშავს. სხვა გზა არ მქონდა. მესმის. ნინი ექიმი, ნინი. გუგა ექიმი. თორნიკე არ არის? ფაქო ექიმი. ეს რა მაგარი დაგენერებულია? კალატოს ვეწრი ჩავს. კალა დეტექტივი. თავი დაად ესე. არა, კაი, ნოთბერდ რა, არ ვიცი. მე შეაფასე. ბენგ დეტექტივი. ბენგ დეტექტივი. იმენა ცხოვროწყუდან ჩამოვიყვანეთ პირველ ღამეს მოკლეს და წავიდა. ამისთვის შევცვალეთ სპეციალურად წესი, რომ აღარ მოკვდება პირველ ღამეს არავინ. მაინერა დეტექტივი. დეტექტივი როდის იყო ბიჭო მაინერა? იყო დეტექტივი მაინერა. არ მახსოვს. არა, ხო და რა, მაინც. არასდროს არ ყოფილა დეტექტივი. კარტზე მაინც იყო ხო და. უი, დატო შოგუნი. აბა რა. პატიოსანი იყო, მაგრამ მაინც უხდება შოგუნი. მაინც უხუცესი არის რა, დატო ყველაზე ცოვანი იუთუბერი არის. მიხეილ HD იქნება უფრო ალბათ. აი ეს მართლა იაკუძა არის ძმაო. ეს იმენა იაკუძა არის. იაკუძა არის ნამდვილი და რავი, როგორ იყურება შეხედეთ პროსტა. კიმონოში. ჰიტას უხდება შოგუნობა ძალიან. არა ხო, ცოტა უხდება. იაპონიაში ჩასული ქართველი. ბასტო? ნუ გაიჩნდება შოგუნი ექთება არის. ბასტოს მართლა უხდება იაკუძა, კაი ტიპია ხო? ცოტა მასაში მოიმატე ბასტო და ეს ხარ იმენა. ლენკა არის ყველაზე მაგარი მაფია. ეს მართლა ცოტა მართლა უხდება ლენკას. და როდესაც მოვიწევთ, უნდა ჩაუწყოთ მაფიის როლი. დეტექტივი. შენ ვერაფერს ვერ ჩაუწყობ. ბოდიში შენ ვერაფერს ვერ ჩაუწყობ. დონი. აუ, ჩემი კარტი არ არის? ეგ ჩემიც არ არის. კოპალა არის პატიოსარი მოქალაქე, მეგობარ. ჯერა. რა თქმა უნდა მაფია. ანანოსაც რა მაგრამ მოხდა ნახე. ანანო არის მაფია და ბოლო კარტი არის და თუ მე არ ვარ. მე ვიქნები რა. ვიღაცას დაერხევა. მე რა როლი მექნებოდა? რა თქმა საუკეთესო ექიმი. წამყვანის როლი, ოპა. ეს ლისტის წამყვანის კარტი. იცი ლისტის არის? ვისაც გეზარებათ რომ ვინმე იყოს წამყვანი, დასტაში ჩადებთ, აჭიხავთ. და ვისაც წამოვა. და ვისაც წამყვანი მოუვა, ის იქნება წამყვანი რა. კაი, კაი გადაწყვეტა. ის იქნება G2G. არა უშავს. და ეს მე მაქვს სახში, მადლობა. მეც მინდა სახში. კარგი კი ბატონო. ამას მეწავე. ორჩიითად მოქსინგს. კი ბატონო, ასეთი სად შეიძენენ? ლაშას უღრმესი მადლობა კარტების მოდიფიკაციისთვის. სარჩობჯიზე შეგიძლიათ შეიძინოთ, ასევე შეგიძლიათ მოგზავნოთ მირიან მეფის 31-ში და ბესარიონ ჟღენტის 92-ში. ორი ფილიალი გვაქვს და თვითავაშოთ მაფია, უყურეთ მაფიას. ვისაც გევასებით, შეგიძლიათ შეიძინოთ ეს კარტები და გიყვართ მაფია. რა მოლოდინი ხარ? შეაბა. მე დიდად თამაშები არ მიყვარს რა, მაგრამ ძალიან მომეწონა ამ თამაშის წესები და ეს ჩახლართულობა რაღაც და ჩელენჯი მიყვარს და მაგიტო ნახოთ, ჩემი აზრით მე საერთოდ მოგებისთვის მივდივარ ყველგან და ალბათ I don't know, let's see. არა ხოძე ვარ რა. შეიქმებს რა უთხრი? არაფერი. ათი წვერი გაიწეს. წვერი გავიბარსე. როგორ მიხდი? წვერს ეხლა ასეთი ადამიანებსაც შედი მახინჯის ახიათ რა. მე მაგალითად შელა მაინც ახიათ და უნდა გქონდეს. ავე ყველა წვერი გვაქვს და მოჩურა წომი ვაყრეთ ფოტოში ძმებო. ლამაზები ხართ. აი ხა გეტყვით სამ საუკეთესო მოთამაშეს ჩემი აზრით ვინც კი არსებობენ მაფიაში. ერთი ისეთი ტიპი რომელსაც კამერა უჭირავს და შეიძლება ამ სამში არ თქვა, ხა აღარ გადაიღოს, მაგრამ ლაშა ანანო
და არა, მე ჩემთავს მართლა. ვინი ფიქრებდა? მე მინდა რომ სხვა მთქვას ეგ ჩემ იმ ტოპ-3-ში რა. მე გეტყვით, ჩემი აზრით საუკეთესო მოთამაშეებს. ყველაზე ძლიერი პატიოსანი კოპალა. ასევე ლაშა, არა, ძალიან უძლიერესი პატიოსანია. მაფია ახლოსაც ვერ მივა კოპალა თავის პატიოსან თავთან. ლაშა ცალსახად, მეც უფრო უარყოფითი როლები ვიდრე პატიოსნები, ჩემი აზრით. ჩვენი ედიტორი Dark Flash-მა მაგრად იწოლა დამაჯერებელ მოწმობაში, ოზი ყავს ძალიან კარგი. სანამ პარანოიამდე მივა და ეხა ნინი შემოგვიერთდა და ეს იქნება ყველაზე მაგარი მოთამაშე. ჯერ არ ვიცით ოღონდ. აი ჩვენი ნინი. წინასწარი შეხედულება ეგეთია. რა თქმა უნდა, მართლა ეგრეა. ჯერ არ მითამაშია არასდროს, მაგრამ მე ამბიციური ადამიანი ვარ საკმაოდ და ჩემი აზრით სატესტოს მერე და სერიული, ჩვენი ლინაკო, ჩვენი იდეალური სერიული. კიდე თქვი რა მიწევს ხოლმე. და ერთ-ერთი საუკეთესო იუთუბერი, რომლის არხით აუცილებლად უნდა გამოიწეროთ. თუ გიყვართ არ. სხვათა შორის სკორძაძე იღებს ხოლმე ეპიზოდების განხილვებს ჯგუფში. ოღონდ ეს განხილვები იდება მხოლოდ YouTube Mafia-ის community-თვის, რომელიც Facebook ჯგუფად არსებობს და თუ ამ ვიდეოს უყურებთ ამ ჯგუფში არ ხარ და Mafia მოგწონს, რაღაც შეცდომას უშვებთ ცხოვრებაში. აუცილებლად გაწევრიანდი, ჩვენი G2 ძალიან ხშირად დებს ყველაზე ადრე მაგ ჯგუფში ნიუსებს, განხილვებს და ეს განხილვები არაფერი მნიშვნელოვანი ჩემი სუბიექტური განხილვებია, მაგრამ პატარა რაღაცა ანალიზში მოგეხმარება თუ გიყვარს Mafia, ანუ აუცილებლად შემოდი მაგ ჯგუფში. საჩუქარი მაჩუქეს მეგობრებო და ეხა იქნება unboxing-ი რა. მოდი თუ გინდათ ერთად განყუთოთ YouTube-ისთვის. ეს საჩუქარი არის ნოდოსგან, ფოლრომის დამაარსებლისგან, ჩემი ძმა და მეგობრისგან და არა ღმერთო. აიმე ნახე. ხელთათმალიც კი მოყვება. ეს რა? ყველაფერი დევს, ხო არ მიღადავთ? რა კოლორის კია? Oh my god. მეც ეგრე მგონია. Oh, ჩემი. ეგ არის ჩვეულები. ეს არის დაშლილი, ამით მარტო ერთი დარტყმა გეცდება რა, მარტო დაშლილი. არ არის მაგის. ეს რა, ნოდო. ძინია და შუში. რა ხდება, ნოდო? ჩვენს თავს რა ხდება? ოი, რამდენი კიები? ეგ ვისთვის არის? რო ახტეს? ეს არის ზემოდერობურთი გადააკეთო რა. აუ, ყველაფერი არის. არა, ღმერთო. ეს რა არის, ბიჭო, თავის საცარცე აქვს. ეს კონვერსია არ ხარ? აუ, როიც ჩემი ბურთებით შეიძლება რომ იარო. ეს არის? არის? ის სამკუთხედი? შენი სამკუთხედით შეიძლება გქონდეს ეს პირველად გავიგე. შენი სამკუთხედი? ეხა მე რასაც გავაკეთებ, ესეთი რამე არავის არ გაუკეთებია არასდროს. თერმსოფლიოში. უკვე აფუჭე. თერმსოფლიოში მეგობრებო. აი ხო ღირსი რა. აი და არა! ესეთი რამე არავის არ გაუკეთებია. Mafia-ის მაგიდაზე ბილიარდი არავის არ უთამაშია. ჩვენ თავაზობთ ახალ ბილიარდის სტილს. აქ თუ შეიძლება რომ ჩავარჩას, აუ რა მაგარი იდეა. Oh my god. მოიცა, ეხა შევფრთხო. ის იაკუზა ისვრის შოგუნი არის. ეს ისვრის, შავად მოწნდება. ეს არის ის კარტოშკა. კარტოშკას მოეცა, ბიჭო. ტიპი არის ხედავ თავარი ბოსი არის. იმპერატორის უთანაბრდებოდა. მე ვიძებს ახალ მე რა თქმა უნდა მოკლეს ვერ თავიდან. მოკლეს და გადაგაჩი. ყველაზე სწორი შემოყვარი. ბიჭო ხოდა რა ვიდეო და 12 მოკლეს ორივე რა 12 Mafia-ს რო გეძახიან. Mafia 22 საათზე.